გამარჯობა. გამარჯობა. გისმენთ? ანუ იდეაში მე მგონი საქმის კურსში ხართ ხომ? რატომ ხართ დღეს აქ? ქრისტის მოყვედით? მომზადებული გაქვთ ალბათ სავარაუდოდ რაიმე საინტერესო პრეზენტაცია, მე არ ვიცი. პრეზენტაცია არ ყოფილა მოთხოვნა პრეზენტაცია უნდა მომიმზადო. თქვენ კარგად გაეცანით მოთხოვნას? ძალიან კარგად თქვენ დაწერეთ მოთხოვნა. არა, ჩვენ მაიჩერნა. თქვენ მაიჩერნა. დიახ. იქ არის წერა, ეთყობა არ გაეცანეთ თქვენ კარგად იქ პრეზენტაცია არ იყო. თქვენ ისიც მაგინეთ ეხლა რომ მე ჩემი კომპანიის სტაფის შერჩევისას არ გავეცანი მოთხოვნას თუ რა ვაკანსიაზე ვიყვან თანამშრომელს და რისთვის? ამის თქვენ გნებავთ? არა, თქვენ არ გაეცანით მოთხოვნას. ძალიან გთხოვთ, მადლობთ დამამთავრებინეთ, როდესაც მე დავამთავრებ საუბარს მე ჩაერთეთ. ამ თავით მინდა შეცდომის სახით მიგანიშნოთ, რომ თქვენი ეხლანდელი საქციელი მე იმისკენ მიბიძგებს, რომ საერთოდ აღარ ჩავატარო თქვენთან არანაირი გასაუბრება. და თქვენ არც ხართ ვალდებული თუ წინასწარ ეს ნადრევად გამოგასაუბრება, ჩემი ძურფასო, არა, მე დასკვნები კი არ გამომაქვს. პროფესიით ვინ ხართ უკაცრავად? ფლობელი. ფლობელი? ფლობელი, დიახ. და მეცაც გეტყვით, არა, ხედავთ ეს საითკენ ვიყავს. სხვათა შორის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სახელმძღვანელოა დიდი დეპრესია ხსმენიათ საერთოდ. დიდი დეპრესიის შესახებ. თქვენ თუ ხსმენიათ? ძალიან სასიამოვნოა. აღარ გავაგზავნებ მაშინ ჩემი სახელმძღვანელოს საუბარს. თემის გაშლა გიჭირთ თუ? არა, არაფრის გაშლა არ მიჭირს. ხილის გაშლას არ მიჭირს თუ საჭირო იქნება, იცით? მართლა? დიახ. ხშირად იყენებთ ხოლმე მსგავს მეთოდებს გასაუბრებაზე? არა, არ ვიყენებ. თუ მიბიძგა ჩემმა რა ქვია იმას, ჟორა დავიღუპე. ჟორა გაიჭედე, საკმარისია გაიჭედე. აი. ხო, იცით რა, ეს არ ვიცი რა იყო, მაგრამ მოდი ეს ვიცი რაც იყო, ეს ყოველ ორ შაბათს გამოდის, ეს ახლა ახალია, დიდი ომიდან დიდ დეპრესიამდე, სხვა შორის არჩეულებრივი ტაიმი. გირჩევ რომ გაეცნო და ეს სწორედ ის პერიოდია, რომელიც მე ძალიან მიყვარს, ეს 30-იანი წლები, ნიუ-იორკში მშრალი კანონი, ალ კაპონე და მთელი ამბავი, მაგრამ ახლა ეს თემასთან არ გადავხვიოთ. ჩვენ ახლა თქვენ მიგანიშნეთ მოგიყევით ერთ-ერთი ძალიან ცუდი მაგალითი რა თქმა უნდა იმისა თუ რა ხდება დღეს გასაუბრებებზე. ეხლა იმედი ესეთი ამ ტიპის რაღაცა არ ხდება და ადამიანი რომელიც ესე იგი გასასაუბრებლად იბარებს პოტენციურ თანამშრომელს თავის სამსახურისა მე ეჭვება რომ ხელებს შლიდეს და რაც ზედმეტობდეს ერთი სიტყვით, მაგრამ არა, სხვათა შორის გააჩნია სად მიდიხარ გასაუბრებაზე, იმიტომ რომ ეგეთი შემთხვევა ხა ხელებს არავინ არ ხილს რა თქმა უნდა, მაგრამ არის ხოლმე ეგეთი შემთხვევებიც. მეცაც გეტყვი, დღეს ვინც ჩვენი სტუმარი იქნება, ისიც ძალიან გამოცდილია. მე ხა ამ თემაში ნაკლებად ვარ გამოცდილი, ამიტომაც ესე მორიდებულად იქ მოვთავსდებდი, იქ მოვკალათდები და ესენი გაშლიან ამ თემას, იმიტომ რომ მინდა გითხრათ, რომ რაც გაენე მელითაური ჩემი მეუღლია და ეს უკვე 7 წელია, ამ 7 წლის განმავლობაში რამდენ გასაუბრებაზე იყავი? ძალიან ბევრ გასაუბრებაზე ვიყავი, მაგრამ სხვათა შორის ძალიან საინტერესო. ჰობი გავუხდე ეს გასაუბრებაზე სიარული. არჩეულებრივ სამსახურში უკვე მუშაობდა ყველა, ამით თქმა არ შეიძლება სხვაგან აღარ საგიყვანონ ისეთ რაღაცას, მაგრამ არა, რატო გასაუბრება მე მგონია რომ ეს არის კულტურა ერთგვარი, არა? კულტურაც არის და გამოცდილებაც არის და ჯერ-ჯერთ ძალიან საინტერესო ბევრ სახალისო და საინტერესო სიტუაციაში აღმოჩენილი ვარ. რაღაცა ფენომენია. როდესაც შენ გასაუბრებაზე ყოფილ ხარ? არა, მე შენგან გამომდინარე ვამბობ, როგორ ემზადება ის ძალიან სხვათა შორის მე ვთვლი რომ და როდესაც ჩვენ შემოგვიერთდება კიდე ჩვენი სტუმარი დამერწმუნეთ ისიც იგივენაირად ფიქრობს, მე მგონი საერთოდ უნდა არსებობდეს რაღაცა მოსამზადებელი სკოლა. სადაც ეს ადამიანები გაივლიან რაღაც ტრენინგებს თუ როგორ უნდა მიხვიდე გასაუბრებაზე, ანუ როგორ უნდა იყოს შენი სამოტივაციო წერილი დრეს-კოდი აუცილებლად გასაუბრებელია. ნუ მე ესე გასაუბრებაზე შენ არ გაგიშვებდი, იმიტომ ზუსტად ვიცი რომ აგიყვანდნენ და დიდი მადლობა რომანტიკას როგორც მაგრამ ესე შენ გასაუბრებაზე ვერ წაყვიდოდი. რატო საყვარელო? იმიტომ რომ საყვარელო შეიძლება სამსახური მიგიღო, მაგრამ ქმარი დაკარგავდი უდაოდ. არა, მე გასაუბრებიდან მომბუნებული ესეთ რაღაცა. ხალათი? მე კიდე მინდა გითხრათ რომ აი კასტინგზე ჩვენი გასაუბრებები ზოგადად ჩემ ჩაცმულობაზე ჯუნავს რომანტიკი როგორც ყოველთვის და არ შემიძლია რო არ თქვა პეგინის ხუთაში და ჩემ ჩაცმულობაზე იზრუნა უსაყვარლესმა ვეგ ჯეკმა მისი პროფესიის უპირატესობა ის არის რომ როდესაც მიდის ხოლმე კასტინგზე შეუძლია ნებისმიერ სამოსი. უნდა ჩაიცვა casual გემრიელი და სამოსი რომელთაც ფანტასტიკურად იქნება თავს რომელთაც აბსოლუტურად
დარელაქსებული ხარ, კატასტროფა იყო ეს. რამეს ხდება, ხო შეიძლება მეტყოლების ავარჯიშებს ყოველთვის ვაკეთებ კასტინგის წინ, დგიფ, სუთქვის ავარჯიშებს თუ აკეთებ. სუთქვის ავარჯიშებსაც ვაკეთებ და სხვა შეიძლება ყველას მოუწოდებ იმაზე წასვლის წინ, გასაუბრებაზე კასტინგზე, ნებისმიერი პროფესიის შერჩევისას, გაიარონ, გააკეთონ მეტყოლების ავარჯიშები, იმიტომ და რომ ისაუბრან ცოტა ნელა კოტეს არ დაიმსგავსენ, იმიტომ რომ მე მოგახსენეთ თქვენ ამას წინათ რომ ჩემი საუბრის მანერა გამომდინარეობს ჩემი ცხოვრების რიტმიდან. გიჟური რიტმი მაქვს, რომელთაც არ ფთოვანებულიო, რა თქმა უნდა, და მივეჩვიე, მართლა მივეჩვიე ძალიან სწრაფად საუბარს. აბა სუნთქვის ავარჯიშები დიაფრაგმა? დიაფრაგმა იყო ხო? ანუ აბა ცადე უფრო ნელა. ჯორა, აბა კამერებს გავცილდეთ, სადღაც გავიდეთ და რაღაცა არ მინდა გავაგზავნო რა. თავში სულ აუტრიალებს მიყვდით ხო? გამშვიდი, მეუღლე ვარ არის საჭირო გაშიფრო რაღაცა. არა, ცადე რა უფრო ნელა ესაუბრო. არა, მე ნელა ვსაუბრობ, თუ სხვადასხვა მოგძენდებით ჩემს სპექტაკლში და მე მოგიწოდეთ თქვენ, ჩვენი Facebook-ის გვერდის მომხმარებლები შეიძლება იყვნენ Facebook-ის გვერდის? ვერ გავიგე რა? მომხმარებლები შეიძლება იყვნენ Facebook-ის გვერდის. მომხმარებლებია, ვინ? მაყურებლები? ხო, Facebook-ის კი, რა თქმა უნდა, კი. აქტიური მონაწილეები. ცოტა ნელა. ვინც ხართ? მე არაერთ გზის მოგახსენეთ თქვენ რომ მიაქტიურეთ თქვენი თემები, თქვენი რჩევები, თქვენი აზრებით და თქვენ გარანტირებულად მიიღებთ 2 ბილეთს. Romeo and Julieta, director Levan Tsuladze. თქვენ აუცილებლად მიიღებთ ბილეთს თუ იაქტიურებთ ჩვენს Facebook-ის გვერდზე. თუმცა დღეს გაგლიშვილის მუსიკა ფანტასტიკური, გიამარღანის პლასტიკა და ქორეოგრაფია ფანტასტიკური. თემას აქვს თითქოს? თემას აქვს თითქოს, გასაუბრება? გასაუბრება არ არის მარტო ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა, ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა. სამსახურის დეფიციტი. სამსახურის დეფიციტი, ხო, ანუ ზოგადად დასაქმების პრობლემები. დასაქმების პრობლემები? ბაზარზე რა ხდება, ვის რა გამოცდილება გვაქვს ჩვენსაც მოვყვებით და აუცილებლად თქვენგანაც გვაინტერესებს თქვენი გამოცდილება რომ მოგწეროთ და სტუმარი არ ვახსენოთ? სტუმარი არა თუ უნდა ვახსენოთ. შეუდარებელი, არაჩვეულებრივი, ულამაზესი, შენი პადრუგა, ჩემი მეგობარი. ახალბედა დედა. ახალბედა დედა და ულოცავთ მას ამ არაჩვეულებრივ უბედნიერეს მოვლენას მის ცხოვრებაში. პატარა? ნუ იცი. ნუ იცის დაბადებას, უსაყვარლესი ნუციკო, გისურვებთ რომ ამ გადაცემას რო ნახავ შენ, ალბათ უკვე ცოტა დიდი იქნები. დაფისკენ არ გადავინაცვლო და არ დავწერო რომელიც ეოსმა მოგვაწოდა და მე უნდა ვქნეს თუ შენ აკეთებ. ნუცი დაწერე, რაღაც საყვარლად დაწერე, რაღაცა? ხო, ნუცის ულოცავ დაბადებას. დასაქმებას დავწერ. წარმატებას უსურვებთ იყოს დასაქმებული აუცილებლად და ისეთი დასაქმებული როგორც მას უნდა მშობლებმაც რო იამაყონ. სოფოს კიდევ ერთხელ მოულოცავ ამ უბედნიერეს დღეს და შეგახსენებთ რომ დიახ დასაქმება და ჩვენი სტუმარი სწორედ ის ადამიანია რომელიც ძალიან კომპეტენტურია ამ საკითხში ძალიან ის დასაქმებულია მას სხვადასხვა არათუ მარტო საქართველოში უცხოური გამოცდილებაც აქვს დიახ ამის თქვა მინდოდა და ძალიან მაინტერესებს რომ გაგვიზიაროს მისი ეს უცხოური გამოცდილება გაგვიზიაროს აქაური გამოცდილება და ჩვენ ჩემსკენ ცოტა თუ შეიძლება ვიყოთ ზომიერად დიახ ძალიან ახლოს არა გმადლობ და ჩვენ ამასობაში რაღაც სწორი დასკვნები გამოვიტანოთ თუ რას ნიშნავს ზოგადად დასაქმება რას ნიშნავს გასაუბრება? რას ნიშნავს დასაქმება არა, როგორ უნდა მოვიქცეთ რომ უფრო ეფექტური შედეგები მივიღოთ ალბათ. იმიტომ რომ პრინციპში სოფო ძალიან გაქვს. ძალიან აი გამოცდილებულია ის სწორედ იქ მუშაობს სადაც მას უნდა, სწორედ იმ თანამდებობაზე მე არ მინახე სოფოს მაგალითად ვისაუბრო. მე მგონი რასაც თვითონ სოფო შემოგვიწყდა. უბრალოდ სოფო რატო შევარჩიე ხო ანუ სოფო და მე რატო შევარჩიე თავის პადრუგებს აპიარებს, რატო შევარჩიე ჩემ მეგობრებს კი არ ეძახის თავისას თავისას. პირველ გადაცემაში გავიხუმრე რა თქმა უნდა. იმიტომ შეერჩიე რომ ის სწორედ ის ადამიანია რომელმაც თამამად უნდა ისაუბროს ამ თემაზე და მას ამის უფლება აქვს მე მგონი. სწორად თქვი? ჰა? ის სწორედ ის ადამიანია რომელსაც თამამად შეუძლია ამ თემაზე ისაუბროს, იმიტომ რომ აქვს კარგი გამოცდილება. უხვად გაქვს. გაქვს. აი, დიდი მადლობა, კაი გავედი მე. სანამ კოტე პროტესტის ნიშნად დატოვებდა სტუდიას. სტუდიას არ დავტოვებ, აქ დავდები, უბრალოდ ძალიან გემრიელად და თქვენ ბლა-ბლა-ბლას მოусმენ დიდი სიამოვნებით. თუმცა ეს არ არის ბლა-ბლა-ბლა, კი, ძალიან საქმიან, საინტერესო თემებზე ვისაუბრებენ, დარწმუნებული ვარ. მაგრამ მე შევეცდები ხელი შევუშალო. კოტე მე მგონი გაგიჟებას მიეცა დღეს, მართლა ძალიან ნერვიულობს, იცი რა მაინტერესებს? რამის მარტო გელვარების? არა, რას არ ნერვიულობს, სამღერი მაქვს ხალხო, ორ შაბათს. Oh my god, live-ი. უნდა გამოვიდე, ვიმღერო ყოველ ორ შაბათს, იმედი მაგას დიდხანს გაგრძელდება, დიდხანს და ბოლოს გამარჯვებული ვიქნები ამ პროექტის. მარტო Facebook-ზე ნუ აქტიურობთ და SMS-ებიც გამოაგზავნეთ და ხარი დაუჭირეთ ნინი და კოტეს.
მოკლედ, იცი რა არის, გასაუბრება მარტო ის არ არის, რომ რა ქვია, როგორ გაცვია და როგორ უნდა მოემზადო და ფსიქოლოგიურად. კი, ფსიქოლოგიურად უნდა მოემზადო, მაგრამ მე ძალიან მაინტერესებს, მე და სოფო ბევრს ვილაპარაკებთ უფრო ჩვენი საქმიანობისკენ გასაუბრებებზე და ჩვენ გამოცდილებაზე და შენც მოგვიყევი, აბა კასტინგზე რომ მიდიხარ ხოლმე, როგორ მიდიხარ ხოლმე, რას ფიქრობ, ნერვიულობ. გააჩნია კასტინგს, კი, ნერვიულობ, რა თქმა უნდა, გააჩნია. აი, რა არის რა ურჩევდი დამწყებ მსახიობებს, რომლებიც ახლა იწყებენ. ესე იგი, აუცილებლად შეიცავდნენ რომ მოიპოვონ მაქსიმალური ინფორმაცია იმ ადამიანებისგან, ვინც მათ ურეკავენ და ეძახიან კასტინგზე. რომც არ დაგირეკონ და არ დაგიძახონ, თუ გაიგეთ რომ სადმე კასტინგია, ჩემო ახალგაზრდა დამწყებო კოლეგებო, აუცილებლად დაივიწყეთ ყველაფერი, დაივიწყეთ რომ მე არ დამიძახეს და რაში ვჭირდები, ეგეთ რაღაცები ამოიგდეთ ეგ სისულელები თავიდან, მეც მაწუხებ და მინდა გითხრა. ეს სოფოსაც უნდა ვკითხო, მაინტერესებს ამბიციურობა რამდენად კარგია. აუცილებლად ყველა კასტინგზე, ყველგან გამოჩნდით, თუ თქვენი თავის იმედი გაქვთ, რა თქმა უნდა, ყველგან გამოჩნდით, ყველგან დაფიქსირდით, ოღონ ეს გააკეთეთ მორიდებულად, ინტელიგენტურად, რა თქმა უნდა, სკრომნეს უკრაშაეთ, დამიჯერეთ, მიდით, გაუღიმეთ, გადაგიღონ მაგრამ ეს ერთი ვერსია, მაგრამ რაც თავარია, რაც აუცილებელია, შეეცადეთ მაქსიმალური ინფორმაცია მოიპოვოთ რა პერსონაჟზე გეძახიან, როგორი ტიპია. თუ არიცი, აი თქვათ არიცი რა პერსონაჟზე უბრალოდ დაგირეკა ეკამ და გითხრა რომ ყოფილა ეგეთი შემთხვევაც, ეკა დაურეკია. აი თუნდაც ჩემი ცოლის დაქალებზე და ამერიკაში და ისეთი ცოტა მოძველ ბიჭო ტიპიაო და იქნებ მოხვიდეო კასტინგზე როცა მივედი დამინახეს თუ არა რაღაც სასწაული მოხდა ეგრევე დამამტკიცეს ყოველგვარი კასტინგის გარეშე რა ვიცი ძველი ბიჭი ნახე ჩემს აი უფრო ისეთი კასტინგი გაიხსენე არა მიტყვები ეხა გეტყვი რა მოხდა მე როცა მითხრეს რომ მოდიო ჩემი ცოლის დაქალების კასტინგზე ცოტა მოძველ ბიჭო უნდა იყო მე ხო ეგ თავში მიტრიალებ და ეგრევე ჩავიცვი შესაბამისად პუხის ჯილეტი ჩავიცვი ჯინსები ამოვიცვი და რაღაც თავი წავაგდე გვერდზე და ცოტა ესე მივედი რა ხო ბრატ თქო ლიფონავას უთხრა თვალები ალბათ აუვიდა შულზე მე მგონი ეგ არისო არა ყოველგვარი ანუ რისი თქმა მინდა ამით რომ შენს მიმართ უნდა განაწყო მოკლედ ადამიანი ვისთანაც შედიხარ და მაქსიმალურად მოიპოვოთ ინფორმაცია და თქვენ თვითონ თავში გაიაზროთ თუმცა ყოფილა შემთხვევები როდესაც არც მწოდნია ისე მივსულვარ და დაბნე აი დრო დაბნეულ ხარ ეგეთი გამოცდილება გააქვს აი დრო დაიდე კასტინგზე დაბნეულ ვარ კი და მაგდროს როგორ არც მოვხთ სტუდენტი ვიყავი მაშინ მაგ ფილმში არც მოვხთი მე მგონი თუ მოვხთი არ მახსოვს და დამიძახეს რაღაც არც ვიცი რაზე უბრალოდ მითხეს მოდიო რა მივედი და კასტინგი მიდიოდა გერმანულად ანუ მე ich spreche ein bisschen deutsch ანუ მე ვთქვი რომ ცოტა ვლაპარაკობ კი გერმანულად დიახ Mir reite so spät durch Nacht und Wind, das ist der Vater mit seinem Kind Goethe. მაგრამ ეგ სხვა თემა ხო? დამიბარეს მოკლედ გასაუბრებაზე და ეხა დიტო მეძდაწინ და ასეები მკითხა და გერმანულად პასუხობდი, ოღონ დავიბენი იმიტომ რომ წარმოდგენა არ მქონდა რა პერსონაჟზე დამიძახეს. რა საერთოდ რა უნდა მექნა და მაშინ არც არანაირი კინო გამოცდილება არ მქონდა. თურმე მე ამას სამწუხაროდ ძალიან გვიან მივხვდი, იმიტომ რომ რეალურად თეატრ სხვაგან წავიდი ხა მე ვლაპარაკობ თეატრალურში არ მისწავლია კამერასთან ურთიერთობა და ეს არის ძალიან ცუდი გამექცა რა თქმა უნდა მაქსიმალურად ანუ უნდა შევეცადოთ აი ესეც თემა პროფესიონალიზმი და ჩვენთან ვინც მოвихლას თუმრად ის თავის საქმის პროფესიონალია მაშინ დაველოდოთ დაგემშვიდობებით ცოტა ხნით და შემოვიყვანთ სოფოს დაგიბრუნდით და შემოგვიერთდა სოფო კერესელი და ჩემი უახლოესი მეგობარი, რომელთან ერთადაც ძალიან ისეთი ბევრნაირი გამოცდილება მაქვს, მაგრამ დღეს ჩემი მეგობარი შეგიძლია ჩემი მეგობარი. ნამდვილად და ხოჭაშერის მეგობარი. რაც მე ამ ჯულიანები და სტეიკები უმზადებ თელს საფრანგოს. გენიალური. და ძალიან მიხარია სხვათა შორის რომ კოტა ჩემ მეგობრებთან ესე მაგრამ მეგობრებს არა ძალიან მაგრამ. ყველას გვიხარია. მე ძალიან მიხარია დღეს რომ თქვენთან ვარ სტუმრად ამ არაჩვეულებრივ სამზარეულოში და როგორ მოგწონს? ძალიან მომწონს. მიხვდეთ რომ ძალიან ბევრ სამზარეულოში ვარ დამყოფი და კოტეს გენიალური კულინარიული შედევრები, ესე იგი თვითმხილველი ვარ მეგობრებო. ძალიან ფერადია, ლამაზია და რა თქმა უნდა თქვენია. და ჩვენსავით არის რა? ჩვენსავით არის, კი ნამდვილად მიხარია რომ გილოცავთ გადაცემას კიდევ ერთხელ. მადლობა რომ მომიწვიეთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ.
დედიკობას და დიდი შენი მადლობა. არჩევლები. როგორი გოგოა ნუცი გაბრაზებს? მე ნუცი რა დაუძახო ხო შეიძლება სულ ჯერ ასაბრაზებს. არა, ჯერ ნუცი არის სულ რამოდენიმე კვირის, ერთი თვის არ არის, ჯერ არის ძალიან შეცვალა ჩემი ცხოვრება, ესე ტრაფარეტულად რა ვთქვა, მაგრამ ნამდვილად ასეა და ერთი სული მაქვს სახლში როდის მივალ, რომ მალე აი არ წავარწოთ ბევრი დრო მაშინ და არა, ეს ის არის ფაქტორი არის ეგეთი დედური რაღაცა. ძალიან მაგარი ფაქტორია. თავიდან რომ გიხარია რაღაცა მე იცი რა მახსოვს ტასაზე რო გავიგეთ რომ ერთად ვიყავი შენ მოხვედი პირველი გახსოვს და რო იტირე ვაიმე ეკითხე მახსოვს და მაგრამ ძალიან სამზარეულოში ვარ. არა Times კითხულობ სოფია? Times კითხულობ, იცი რა თქვენ. მაგრამ არა, მე ვკითხულობ, იმიტომ რომ მე ღამე ჭამიდან ჭამამდე ვცდილობ რომ ვიფხიზლო. ფანტასტიკურია, დედამო ეს პერიოდი არის ერთ-ერთი ჩემი დიდ დეპრესიამდე და ხო იცი რომ გიждები ამ დიდ დეპრესიის პერიოდზე 30-იანი წლები და ვარცხნილობებზე და ყველაფერი. ჩემი ელ კაპონე უნდა გაჩვენოთ, არ შემიძლია თუ სწრაფად მაგე გაჩვენებ თუ არა და სანამ კოტე ალკოჰოლის მოძებნის მე გაგახსენებთ რომ მე და კოტემ გადავწყვიტეთ რომ ვისაუბროთ დასაქმების პრობლემებზე და გასაუბრების გამოცდილებაზე და არა უნდა გაჩვენოთ გახსოვთ 30-იანი წლების მშრალი კანონი ალ კაპონე რო გრიმიტობდა დარწმუნებული აი უკეთ ცხოვრებაში კოტე იქ იყო ჩვენამდე იმედი გვაქვს და ხო დღეს გვინდა რომ რაღაცნაირად გავიხსენოთ ხო ეს არის ერთ-ერთი უგამოცდილესი ადამიანი რომელიც ჩემს სანაცნობო წრეში და ხოთაშ არის 7 წლის განმავლობაში პირველი 4 წელი განსაკუთრებით ესწრებოდა ამ ჩვენ ეპოპეას არა ესწრებოდა ჩვენ გასაუბრების იმიტაციებსაც ესწრებოდით ეს კურსებსაც გაუშვით თუ არ ვწდები გახსოვს რა შემოხვედი ის დღეს მახსოვს მე და შე რომ მიულოცით ერთმანეთს გახსოვს კონტრაქტები რო გვენდა და დავიწყეთ სწავლა როგორ გვიხარ აი გაგვიმხილეთ ეხლა რა თქვენი საიდუმლო საიდუმლო არა თუ საიდუმლო რა ხდება ზოგადად რა არის ის რა თემა ვის რა უნდა ან როგორ უნდა უნდოდეს ან რატომ უნდა უნდოდეს და ზოგადად ეს დამსაქმებლები რა ტიპები არიან აქ რა ტიპები არიან ევროპაში შენ გაქვს ეს კოლოსალური გამოცდილება მართლა რა სოფოს ძალიან კოლოსალური და საკუთარი მაგარი ექსპერტი ყავს ეს სოფო კერესელი ხო ხა ეს ძალიან მუდამ მსგავსებით რომ მოგესალმებით ქალბატონო სოფო რაღაცა არანაკლები ექსპერტული მოსაზრებები აქვს შენს მეუღლეს იმიტომ რომ აი ესე თავისუფალ დროს ჩვენ დავდიოდით გასაუბრებაზე იყო ესეთი პერიოდი ჩვენ ცხოვრებაში როდესაც ვაკეთებდით გასაუბრების იმიტაციებს ხონდა ესეთი როლური თამაშები რომ ვესაუბრობდეთ ანუ კი არის თამაში რაღაც მანიაკალური მაგრამ ეს არის სავარჯიშო როგორ უნდა იყოს თავდაჯერებული როგორ უნდა კარგად შეფუთო საკუთარი თავი და ვურჩევდი რატომაც არა შესაძლებელია რომ ამის სკოლა არსებობს სადმე საქართველოში სადაც ამას გასწავლიან კონკრეტულად ამის სკოლა არ არსებობს მე მგონი ანუ კონკრეტულად შესაძლებელია ესე არ ქვია მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ საკონსულტაციო კომპანიებია ძალიან ბევრი რომ შეიძლება მიმართო და ჩაიტარო და ის სხვადასხვა ეფექტური კომუნიკაცია არის ეგეთი ხო და ისწავლება ჩვეულებრივად და ჩვენს გახსოვს ძალიან მაგარი იყო მაგრამ პრინციპში გასაუბრება გააჩნია ხო სად მიდიხარ გააჩნია ვისთან მიდიხარ მაგრამ მაინც რაღაც ერთგვარი სტრესი ესეთი კრასავისა გოგოები რომ მიხვალ დამსაქმებელ ვიღაცა ну არ მინდა ხა ბიძერი და ეს დავარქვა ჭაბუს მაგრამ ვიღაც ტიპთან და ну თქვენ რა თქმა უნდა ხა დრეს კოდი გააქვთ და დარწმუნებული რომ ცოტა გამოფრანჭულები მიხვალ გასაუბრებაზე ხო არ გაჩენილა ხა არ გამაგიჟოთ რაღაცა ის პრანჭვის მომენტი არ გაჩენილა არა იცი რა მოდი ესე ვთქვა პრანჭვის და კეკულცობის მომენტი სულ უნდა იყოს კი ნამდვილად გასაუბრებაზე ეს უნდა ხმამაღლა ვაცხადებ რომ ეს უნდა იყოს აღოც ეს არ არის საუბარი ხმამაღლა ვაცხადებ აღარ გავუშვებ ჩემთვის არსებობს გასაუბრებაზე არა აი ხა აგიხსნი სოფო ოჯახი თამამად უნდა გაუშვა ცოლი გასაუბრებაზე, იმიტომ რომ აქ არ არის საუბარი რაღაცა ისეთ სექსუალურ ქვეტექსტებზე და ფლირტებზე, მე ვსაუბრობ პროფესიულ კეკლუცობაზე. ხალხო, ესეც ხომ არის. ამაშიც ხომ არის ლოგიკა, არა? როდესაც შენ აი ესეთ არა ეს ჩამიტარა ეხა თუ მართლა ეგრეა რომ ვიცი თუ მისრულებთ ეხა არა ეს არის ჩემი მოსაზრება ძალიან სუბიექტური ძალიან პერსონალური როდესაც შენ
ემზადები გასაუბრებისთვის, შენ იძენ ამ თავდაჯერებულობას, შენ გაქვს შესაბამისი აკადემიური ბექგრაუნდი, ასე ვთქვათ, გამოცდილება, გაქვს პროფესიული გამოცდილება, ცოდნა გაქვს და ხარ ჭკვიანი, კარგი, ესე ჭკვიანი თვალებით მიდიხარ და კარგად გამოიყურები, რატომაც არა, რომ იყო, ვთქვათ, კეკლუცი, გულისხმობ ისევ და ისევ პროფესიულ კონტექსტს. ანუ შენ გულისხმობ რამე ისეთი გასაუბრებაზე რამე ისეთი პრეზენტაცია გავიგო როგორ კეკლუცი თუ რა არა კონკრეტულად რა ავიჭერე ისეთი სიტყვა ვიხმარე რომელსაც ესეთი ბევრნაირი მნიშვნელობა შეიძლება მივცეთ მაგრამ ჩემი აზრით როდესაც გასაუბრებაზე მიდიხარ გარდა იმისა რომ შენ თავდაჯერებული ხარ აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მე ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი და ძალიან გთხოვთ რომ ვილაპარაკო ემოციურ ინტელექტს ეს არის EQ ეგრეთ წოდებული არის IQ და EQ EQ რომელიც შენ გაძლევს საშუალებას რომ მართო ეს სიტუაცია და ხშირად არის ესეთი თეორია რომელიც ამბობს რომ EQ ანუ ემოციური ინტელექტი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ეს არავერბალური იმპულსები რომელსაც გასცემ შენ და დავარქვათ ამას კეკლუცობა არ არის პრობლემა რაც გვინდა ის დავარქვათ ანუ ეს EQ კონტაქტი მყარდება შენ გაქვს კონტროლი საკუთარ თავზე შენ გაქვს კონტროლი სიტუაციაზე მასშასადამე და რეალურად აი შიშით და ძრწოლით არ ელოდები დამსაქმებლის კითხვას რომ ვაიმე რას მკითხავს და ვაიმე ანუ მე ამ ეს ვიგულისხმე რა ეხლა ცოტა გამიგრძელდა ამის დეფინიცია განახა ცოტა უფროსი თავობა ვინც გვიყურებს რომ არ ჩათვალოს რომ მე და სოფო მოუწოდებთ ახალგაზრდა გოგონებს რომ სექსუალურად გამოეწყონ და კეკლუცობას მიმართონ გარდა და არა იმას რომ თქვათ მოემზადონ ასე ვთქვათ და მომზადებულები წავიდნენ სოფოს იმის თქმა კოტე ტყივა ნედვილა სოფოს იმის თქმა უნდა რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის რომ თქვენ იყოთ თავდაჯერებულები რომ შესაბამისად გეცვათ როდესაც თქვენ მოგწონთ ვიზუალურად თქვენი თავი როდესაც შედიხართ გასაუბრებაზე არა თავარი კი არ არის ეს არის კომპლექსური ეს ყველაფერი გასაუბრებაზე რომ მიდიხარ კომპლექსურად უნდა იყოს თავდაჯერებული კოტე მარტო ის რომ რა თქმა უნდა მე შევდივარ თქვენ მდგომარეობაში ძვირფასო დამსაქმებლებო როდესაც გასაუბრებაზე აი ესეთი გოგონები მოგივლენ აუ ფაქტიურად დაღი დაასვაჩებ ჩვენ წინააღმდეგაც არსებობს ძალიან ბევრი ბრძოლის მეთოდები და აი ჩვენ მე მაგალითად მქონია შემთხვევა როდესაც აი ეხა გავიხსენებ ისტორიას და ძალიან კარგი მინიშნება იყო ის როლური რაც გააკეთეთ ანუ ის გასაუბრების სცენა რომელიც გაითამაშეთ იმიტომ რომ ბევრი ფაქტორია აქ რომელიც რეალურად გასაუბრებას ღიად თუ ფარულად გამოჩნდება ხოლმე რეალურ შემთხვევებში რა იმიტომ რომ აი როდესაც ესეთი კარგი თავდაჯერებული მომზადებული მიდიხარ გასაუბრებაზე შესაბამისად გაცვია და მთელი აი ეს სპექტრი გათვალისწინებული გაქვს რაც გადამ ჩამოთვალა და ხდება დამსაქმებელი რომელიც არის ფამილიარული და წამოწოლილი საღეჭრეზინას ხეჭავს მინიმუმ აი ეგრევე გამოდიხარ შენი არც იწყებ გასაუბრებას კომფორტის ზონიდან იმიტომ რომ ეს არ არის ჯანსაღი გასაუბრების გარემო. შენ არ გქონდა ამის მოლოდინი და ცოტა შოკში ხარ, რა, ცოტა არ იცი ახლა როგორ მოიქცე, იმიტომ რომ აი ესეთ ჰიპერფამილიარულ დახვედრას ნამდვილად არ ელოდი. ეს ხდება ხოლმე. ეს ხდება ესე. კი, ნამდვილად. აი ხმის მოდი არ განვაზოგადოთ, მაგრამ ნუ მე ერთადერთი შემთხვევა იცი. კარგი. აი რა მაინტერესებს ახლა აი ეს განსხვავება ხო ნუ შენ საზღვარგარეთაც გიმოღვაწია და აი მაინტერესებს იქაური გასაუბრება და აქაური გასაუბრება იქაური შეფი აქაური შეფი ანუ იქაური აი ეს თვითონ თანამდებობა შეფია მას არა შეფია ნამდვილად არა შეფია ანუ არა შეფია იცი რა არის დამოკიდებულების დონეზე მოდი ასე ვთქვათ არსებობს ანუ შენ რა დამოკიდებულება გაქვს შეფის მიმართ? აი ეს განსაზღვრავს ხშირად. ან მე რა ჩემი შეფები მართლა მიყვარს და მე მათაც უყურებ ვიცი. მოკითხო შეფებს. უფრო ღრმად, კოტე, ყველა ადამიანს აქვს ავტორიტეტის მიმართ დამოკიდებულება, რომელიც ხშირად განსხვავებული არის რა. ანუ შენ რა დამოკიდებულება გაქვს ზოგადად ავტორიტეტის მიმართ, შეიძლება ამან განსაზღვროს აი ეს შეფობა დაქვემდებარების მთელი სტრუქტურა ორგანიზაცია. მოდი დავწოდით გაშინა ვინ არის შენთვის ავტორიტეტი ამასაც ხო? მე ფორმალურ ავტორიტეტს გულისხმობ, ის ვინც იერარქიულად შენზე მაღლა არის ამ შემთხვევაში მაგას გულისხმობ. ანუ ეს ვალდებულებით ავტორიტეტი. ხო, რა თქმა უნდა. მორალურ ავტორიტეტს არ არის ლაპარაკი. ხო და რას ვამბობდი, ანუ
ეს განსხვავება შენაც მკითხე რომ გასაუბრება შეფი ანუ აქ და ევროპაში ესე არ გავყოფდი და არ მიყვარს ესეთი კლიშეებით და კატეგორიებით საუბარი თუმცა შენი შემთხვევიდან გამომდინარე მითხრა ეგ არის ისეთი ერთი ძირითადი განსხვავება რომელსაც მე და განო ძალიან ბევრს ვიხმობთ ხოლმე და ვიცინით კერძო საუბრებს მეც გამაცინებ ეს არის დამსაქმებლის პირველი კითხვა მოგვიყევით თუ შეიძლება თქვენ შესახებ. როდესაც ელოდებიან დიდ თხზულებას, აი ეს უნდა ადგე და შენიწყე ფიქსე, შენიწყე შენი CV გადაგზავნილი გაქვს, იქ ხო წერია ის რაც შეიძლება აინტერესებდეს იმ დასაწყისად. არა, და შენ მაგიტო იბნევი, ანუ აღარ იცი დაიწყო ბავშვობის პირველი მოგონება, ან პირველი მოგონება დაგაზალა ფაფა. თუ რა ეს მეც ვერ გავიგე დაგაზალა ფაფა ბებიამ და შენ კარაქიანი პური გინდოდა. არა, ესეთი კითხვა, ბოდიში უნდა გავწოდოთ. ესეთი კითხვა ჩემთვის უთქვამთ, გადაღების დროს, როცა კასტინგზე მივსულარ და კამერა მოუმართავთ ჩემზე, აბა მოგვიყევი შენ შესაძლებლობა, მაგრამ მაგ დროს მე ვიცი რაც აინტერესებთ ამას რომ ეკითხები, ანუ მივედით ხო, მივედით ისე. ეს კამერას თქვენ შემთხვევაში რა ჩემ შემთხვევაში მე გეტყვი მე რას გულისხმობდი, რატომ წამოვწია, ასე ვთქვათ, აი ეს პირველი კითხვა. აქ არის როდესაც ემზადები გასაუბრებისთვის, ანუ ეს ორმხრივი მომზადების პროცესი არის რა. ანუ HR-ი, ასე ვთქვათ, პასუხისმგებელი პირი გასაუბრებაზე, ვინც არის, ვთქვათ, ის როდესაც ახდენს კადრების შეფი ვინც არის. კადრების ვინც არ უნდა ატარებდეს გასაუბრებას. ის ახდენს ამ სიების სივების სელექციას, იცის შენი ცოდნა, გამოცდილება და რეალურად მას უნდა კონდეს უკვე კონკრეტული აქცენტები გაკეთებული რა. როდესაც ძალიან დიდ დროს ვკარგავ ხოლმე, როდესაც მივდივარ და ვიწყებ ერთი და იგივეს მექანიკურ რეჟიმში საუბარს. ეს მე ძალიან არ მომწონს რა. ბევრად უფრო სახალისო არის, ბევრად უფრო ისეთი არის ბლიც საუბარი გამოდის, როდესაც კონკრეტულ კითხვებს გისვამენ. აი, ამ წლიდან ამ წლამდე რომ აქ მუშაობდი და მე რადიკალურად შეიცვალე შენ მიმართულება. რატომ? აი, ეს უკვე საინტერესოა. სხვადასხვა ძალიან მიყევი შენ შესაძლებლად. აი, დააკვირდეთ ამათ ახლა მე რეალურად ვგრძნობ, რომ ისინი მოდის ჟარგონს უყურებენ, კაიფობენ ამ პროცესით. ანუ მათ ეს მოწონთ, სიამოვნებას ანიჭებთ იქ გასაუბრებაზე მისვლა რაღაც, ეს მათთვის რიტუალად კი არა, შეიძლება კი, ჩვეულებრივი რიტუალი იყოს ჩვენთვის. ხო რაღაც. და ჩვენ მეგობრებო, საყვარლებო, კეთილებო, ძალიან გთხოვთ რომ მოგწერეთ თქვენი რიტუალები და თქვენ როგორ ემზადებით გასაუბრებისთვის და ესეთი სასაცილო შემთხვევები თუ გქონიათ, იმიტომ რომ ჩვენი ფანტასტიკური გვერდი წერეთ რამდენის გინდათ, როგორც გინდათ, კითხვები, შენიშვნები, უბედურებები თუ შეგემთხვათ ამ გასაუბრებებზე, არ ვიცი შეიძლება ხო? მე მაგალითად ყველაზე მოდი ერთი რაღაცა უნდა გთხოვოთ, ძალიან გთხოვოთ. როგორც მართლა გამოცდილი ტიპები, რომლებმაც გავლილი გაქვს ძალიან ბევრი აი ეს გასაუბრებები და ამბები. ექსპერტები არა, პროსტა ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებსაც გასაუბრებაზე ნამყოფი ორი გამოცდილება აქვს. რას ურჩევდით დამწყებებს. დაიწყე. დავიწყო. ხო, მე გირჩევთ რომ მაქსიმალურად ეცადოთ რომ ეს თავდაჯერებულობა და ეს ყველაფერი გაითვალისწინოთ, ესე მიხვიდეთ და თუ გექნებათ ბევრი ინფორმაცია, ყოველთვის ამას ვიძახით და გავმეორდები, ცადეთ რომ გასაუბრება წარმართოთ თქვენ თვითონ. ანუ იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში შეიძლება რომ დამქირავებელმა დაგისვათ რაღაც ისეთი შეკითხვა, რა თქმა უნდა, რომელსაც თქვენ შეიძლება საერთოდ არ ელოდებოდეთ. ამიტომ თავიდანვე თუნდაც აი ეს თხზულებისთვის შეკითხვას რომ დაგისმევენ, ის პერიოდები გაიხსენოთ თქვენი ცხოვრების, სადაც ჟარგონს ვიხმარ, ბანაობთ. ანუ სადაც ზუსტად იცით რა უნდა თქვა, ზუსტად იცით აქცენტები რაზე უნდა გააკეთოთ და ისე წაიყვანოთ საუბარი, რომ დაახლოებით გათვალოთ რა შეიძლება, რა შეკითხვა შეიძლება მოყვეს. ამას დამქირავებისგან. მე მაქვს ერთი კონკრეტული რჩევა, რომელსაც ხშირად ვაძლევ ხოლმე ჩემს მეგობრებს, იმიტომ რომ ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია. როდესაც გასაუბრებაზე მისულს გეკითხებიან ისეთ შეკითხვას, რომელზე პასუხიც ანუ ხშირად გთხოვენ რაღაცა კონკრეტულ მზა პროდუქტს, რაღაცა ისეთ ესეც ძალიან მაგარი რჩევა. იცი როგორი რთულია, რომ უბრალოდ არ იცი, წარმოდგენა არ გაქვს და ამაზე გიწევს საუბარი. ამ შემთხვევაში გავხსნი ხა რა შემთხვევაზეა საუბარი. მოკლედ, რჩევა მდგომარეობს იმაში, რომ ხშირად არ ვიცი არ ტეხავს. რომ ვთქვათ, რომ აი არ ვიცი, მაგრამ ეს უნდა იყოს არგუმენტირებული არ ვიცი. ხო, რა თქმა უნდა. ეს უნდა იყოს არ ვიცი, იმიტომ რომ მე არ ვფლობ ინფორმაციას, ვთქვათ, თქვენი გაყიდვების სტრატეგიის, ასე ვთქვათ, რაღაც პრომოუშენის გეგმებით ამ
არ ვიცი მე თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა. რა მდგომარეობა არის თქვა კომპანიაში გაყიდვების კი, ნამდვილად. ხშირად ყოფილა სიტუაცია, როდესაც უკითხავთ, რომ აი, თქვა რა როგორ დაგეგმავდით თქვა ბიუჯეტი გაქვს 45,000 და დამიგეგმე. დამიგეგმე. აი, იქ დამიგეგმე. ოღონდ იქვე, იქ და იმჟამად უნდა დაგეგმო. უნდა დაგეგმო. აი, ნუ შეყევი. არა, არ შეყევი, ძალიან მაგარი თემა არის. ძალიან მნიშვნელოვანი კი, არის. გეთახმები, მაგრამ აი იმაზე რა აზრის ხართ? სამსახურეობრივ ათმცნებაზე რას ფიქრობთ? კიდე წაგიკითხოთ, ფანტასტიკური რამ არის. უბრალოდ არასდროს არ ზინავს ის ისვენებს. უბრალოდ არასდროს არ ჭამს ის იღდგენს ძალას. უბრალოდ არ სვამს ის დეგუსტაციითაა დაკავებული. პატივიეცი შენს უფროს, რადგან შეიძლება შემდეგ უფროსი წინამორბედზე უარესი იყოს. შემდეგი უფროსი წინამორბედზე უარესი იყოს. უფროსი არასდროს ცდება, მან შეიძლება რისკიანი გადაწყვეტილება მიიღოს, უფროს არ უყვარს ჭორები, ის უბრალოდ ყურადღებით უსმენს სხვა თანამშრომლებს. უფროსი არ არის ჯიუტი, ის თანმიმდევრულია, უფროსი არ იტყუება, ის დიპლომატია, უფროსი არ იგვიანებს, ის უბრალოდ გზაში ფერხდება. თუ გინდა იმუშაო მშვიდად, ნუ გადაუსწრებ გადაასწრებ უფროს განვითარებაში. იცით როგორ არის? აი ამ ბოლოზე აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია, როდესაც მე მქონია ამის გამოცდილებას შენ იცი ძალიან კარგად, ბევრჯერ გვისაუბრია და გაგვიზიარები ერთმანეთს აზრები და რჩევებიც მოგიცია. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. შეიძლება თქვენი უშუალო ანუ კომპანიის ხელმძღვანელობაზე არ იყოს საუბარი და ეს მასზე არ ვრცელდებოდეს, რაც კოტემ წაიკითხა, თუმცა უშუალოდ შენ განყოფილებაში შენ უფროსზე იყოს საუბარი. ყოველთვის მაქსიმალურად ეცადეთ და უფრო მოიგებთ, რომ დიპლომატიურად წარმოაჩინოთ თქვენი უპირატესობები. შეიძლება რაღაც საკითხებში თქვენ უფრო სწორად დაგეგმოთ, სწორი სტრატეგია გააკეთოთ და ასე შემდეგ, თუმცა ეს ყველაფერი ისე უნდა გააკეთოთ, რაღაც დროის რაღაც მონაკვეთში მაინც. რომ უფროსმა იფიქროს, რომ თვითონაც მიიღო მონაწილეობა, რომ არ გამოვიდეს, რომ თავზე გადაახტით და კონკურენცია არ გაჩნდეს, იმიტომ რომ ის თუ არის თქვენი უფროსი, აუცილებლად ჩაგძირავთ დამიჯერეთ ყველას. სოფო შერასწრებს ამაზე ნაკავშირები. არა, საერთოდ განოს ვეთახმები და ამას რასაც ამბობს, ემყარება ეს ყველაფერი ემყარება ძალიან ისეთ კარგ კი რეალურ ამბავს და ამიტომ რომელსაც ვერ დავარქმევთ success stories არა არა, ძალიან წარმატებული იყო ჩემი აზრით, ჩემი ცხოვრების ეს პერიოდი. კი, რა თქმა უნდა, თუმცა კარგი ირჩევა არის და გირჩევთ რომ გაითვალისწინოთ ნამდვილად, იმიტომ რომ ხშირად არის ეს კონკურენციის მომენტი, მაგრამ ისევ და ისევ არ არსებობს უნივერსალურად განვითარებული ადამიანი, რომელიც თქვათ ყველა მიმართულებით შეძლებს რომ ინფორმაცია გქონდეს და აი იყოს რეალიზებული აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. იგივე იმ კომპანიაში შენ რაზეც მუშაობ, იმ კონკრეტულ საკითხზე შენ რა თქმა უნდა ბევრად უფრო მეტი ცოდნა გაქვს შესაძლებელია, იმიტომ რომ იმ უფროს უწევს რომ მართოს, უწევს რომ აკონტროლოს ბევრი სხვადასხვა პროცესი და შესაძლებელია რომ შენ მეტი იცოდე ხო, მაგრამ კორექტულად და დიპლომატიურად უნდა წარმოაჩინო ნებისმიერი უპირატესობა. გავიმეორებ. ეს კრასავიცები მყავხართ აქ ეხა. რა მითხარით, იცით? ну მილიონი ფილმი მაქვს ნანახი იქ უფროსა და მის დივანს შორის ამბებზე და რაღაც ეხა გასაგები დივანი ეს დივნად არ გიმუშავებთ დივნად არ გიმუშავებთ მაგრამ ეხა ხო არის უფრო ანუ არის ეს თქვენი აზრით საქართველოში ეს საქართველოზე და უცხოეთზე არ არის ზოგადად ეს მე მაინც მგონია რომ რაზე იცინე გამაგები არა იც როგორი კითხვა დასვე ხა რომ მართლა კინოფილმებიც მახსენდება და რეალური მომიყევით რა ვერ მოგიყვე ვერ მოყვე ხო ნუ ეს შენს გახსენდება გინდა მითხრა არა ხდება რა თქმა უნდა ხდება ეს არის სამსახურებრივი რომანის თემა რომელიც შესაძლებელია ეხა მოდი ვთქვა რომ შესაძლებელია ესეთი რაღაცა მოხდეს თუმცა ნუ აი იცით როგორი არაპროფესიონალური არის ჩემთვის რომ ხდება არიან ეს უფროსი ტიპები რაღაცა რომლებიც რაღაცა ფლირტების და არა იცი რა არის გაჩი ავიწყდებთ და სარგე არა ფლირტი რა თქმა უნდა ბუნებრივია ყველგან შეიძლება იყოს და ეს არის ბუნებრივი როცა ადამიანი მოწონს სტელობას წინ აუდგას დაუშვათ, მაგრამ მე მაინტერესებს უფრო რა, იცი? საერთო ანაფრ. იცით რა მაინტერესებს სარგებლობენ ტიპები თავისი ეს უკვე გადამოკიდებულია მდივანზე. იცი რა არის? ხო, ეხა ეს ცოტა სტერეოტიპულია ნამდვილად. სტერეოტიპული მომენტია. უფროსის და მდივნის ურთიერთობა, თუმცა შენ რისი თქმაც კითხვაც გინდა ამ ყველაფრით მე ძალიან კარგად მესმის. მაგრამ ანუ
არის ისევე როგორც ნებისმიერ სხვა კონტექსტში შესაძლებელია გაჩნდეს რაღაცა ფლუიდები, ხო? ისე შეიძლება სამსახურშიც გაჩნდეს. ხო, მაგრამ დაუშვათ შენგან არის უარყოფითი პასუხი. მე სარგებლობა ხდება უფროსის მხრიდან, იმით რომ ის უფროსია, რაღაც სიმართლე არასოდეს არ მქონია ესეთი შემთხვევა, თუმცა მსმენია ესეთი ისტორიები მრავალი. რეალურად არცება. მსმენია ესეთი ისტორიები ნამდვილად. მაგდროს რა ნამდვილად. უნდა ქრან? როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი? ისე სამსახურია. კმაყოფილია, ფანტასტიკური ანაზღაურება აქვს. წარმატებულია, ელოდება კარიერული ზრდა და ამ დროს ამ უფროსმა ბოდიში და ტუდა და დაიმენა რა. აი რა უნდა გააკეთოს მე? ხო, ანუ ტვინი გაუბურღა რა, იქ მაინტერესებს, როგორ უნდა მოიშორო. გაიჩნია რამდენად ძლიერია ქალი მაგ შემთხვევაში, იმიტომ რომ პირიქითაც ხდება, რომ ქალია უფროსი და ბიჭს ქალმა რამდენი გინდა? ხო და მოდი ისევ და ისევ მე გადავიყვან ამ თემას ისეთ კონტექსტში რა, მაპატიეთ მესმის ეს ხდება ხოლმე ისევ და ისევ როგორც სხვა ნებისმიერ არაკორპორატიულ კონტექსტში შეიძლება მოხდეს. მაგრამ აქ არის კომპანიის, ახლა შენ რა შემთხვევაც აღწერე. ადამიანი, რომელიც არის პროფესიული განვითარების გზაზე, აი პიკი ელოდება ძალიან მალე და უწევს რომ ამ ყველაფერზე უარი თქვას, ან აი მივიდეს რაღაცა კონკრეტულ არჩევანთან, სამსახური თუ აი ეს დისკომფორტი, ამ შემთხვევაში კომპანიას როგორი კულტურა აქვს. ფორმალური მათ შორის, ანუ არის ესეთი სექსუალური, ვთქვათ, harassment თქვი, არ ვიცი, მაპატიეთ, მართლა არ ვიცი ქართულად როგორ არის ეს harassment-ი, მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ანუ არის ეს ხშირად სექსუალური ქვეტექსტით ურთიერთობა. როდესაც შენი უფროსი სექსუალური ქვეტექსტით, ან ღია ტექსტით გაურთიერთდება. როგორ უნდა მოიქცეს? ამ შემთხვევაში ჩემ კომპანიაში მაგალითად, მე სადაც მუშაობ ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში, არის ამასთან ბრძოლის ძალიან კონკრეტული ფორმალური სტანდარტი არსებობს, როდესაც შენ აკეთებ განაცხადს და ეს მიდის, ასე ვთქვათ, ცათა ოფისში, ამაზე მუშაობს სპეციალური ჯგუფი ესეთ შემთხვევებზე, მუშაობენ ასევე ფსიქოლოგებიც და ხდება ამ ყველაფრის გამოძიება. არა, კომპანიას გააჩნიათ მაგიტო გეუბნები რა და ორგანიზაცია, სადაც ხო, სადაც ესეთ შემთხვევებთან ბრძოლის კონკრეტული მექანიზმი არსებობს და შენ როგორც პროფესიონალი დაცული ხარ ასეთი კონტრაქტშივე მე მგონი სექსუალური ქვეტექსტის ქცევის გარდა. ყველა ესეთ საერთაშორისო არის, ხო, მაგრამ ვინც არ მუშაობს საერთაშორისო კომპანიაში, თუ მსგავსი შემთხვევები გაქვს. შესაძლებელია ქართულ კომპანიებში არის ხოლმე ესეთი. და მოიწერეთ ამ ყველაფერზე პირველ რიგში და მეორე რიგში ჩემი აზრით, როგორც გოგოს მხრიდან რო შევხედო, ხო? მე მაინც მგონია, რომ თუ რაღაცა განსაკუთრებულ რთულ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე, ეს შეიძლება ძალიან ისე კარგად შეიძლება მოგვარდეს, იმიტომ რომ მე მაინც იქ ვარ, რომ ქალს თუ არ უნდა შეუძლია რომ საკითხები დააყენოს შესაბამის საათ. მინიმუმ და თუ ეს რაღაცა კატასტროფულ ფორმას იღებს, ნუ უნდა შეიცვალოს ალბათ სამსახური. შეიძლება უაზრო კითხვა, მაგრამ უნდა კითხოთ არ შემიძლია ახლა მომთხოვა. აი, დარწმუნებული ვარ, თან საქართველოში ვცხოვრობთ, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც მეორე ნახევრებს გაუგიათ რაღაცა კონფლიქტის შესახებ სამსახურში. მე არ გულისხმობ არც სექსუალური მას ქვეტექსტებს და არა, უბრალოდ აი მომხდარა კონფლიქტი სამსახურში, იქ კონფლიქტა მეუღლემ ვიღაც თავის თანამშრომლებთან ეს გაიგო ქმარმა, რომელიც ძალიან ზრუნველი მეუღლეა და ამით მე ბჭყალებს შეიძლება ცუდ სამსახურს უწევს, ავიღო რომ მიდის იქ და დაახურავს თავს. აი ამ პრობლემის გამოსავალი რა არის? აქ როგორ უნდა მოხდეს ამ შემთხვევაში. დარწმუნებული ვარ რომ სამივე მამის უამრავი მაგალითი ვიცით რომ ეგეთი რაღაცა ხდება საქართველოში სამწუხაროდ. გამოსავალი მითხარით აბა თქვენი აზრით მეგობრებო, რატო დადუმდით? ჩემი სუბიექტური აზრით ისევ და ისევ, მოდი, ყველა შემთხვევა არის განსხვავებული და გააჩნია ვთქვათ რა როგორი ფორმით მოხდა ეს კონფლიქტი და რა სიმწვავის კონფლიქტი არის, მაგრამ თუ საუბარი მგონი დაუშვებელია რომ კონფლიქტმა მიიღოს ისეთი სახე როგორც შესაძლებელია კონფლიქტი მოხდეს რაღაცა უფრო პირადულ განზომილებაში იყოს და შესაძლებელია რომ მოხდეს კონფლიქტი რაღაცა კონკრეტულ სამსახურეობრივ რაღაცა საკითხზე, რაღაც შეუთანხმებ. ნუ მნიშვნელობა არ აქვს. მოდი ვთქვათ, რომ ჩემი აზრით ეს კონფლიქტი უნდა მოგვარდეს დასაქმებულს და დამსაქმებელს შორის და ამის მეუღლის ჩარევის გარეშე.
მე ასე ვფიქრობ, თუმცა მე ყველა გეთანხმები 100%-ით, უბრალოდ ერთი შემთხვევის გარდა, თუ ისოფომ ძალიან სწორად დაიწყო, ანუ თუ სამსახურების საქმიან ჭრილში იყო კონფლიქტი და არ იყო პირადული, გამორიცხულია რომ ოჯახის წევრი ამაში ჩარიო, მაგრამ თუ რაღაცა სხვა პირადულ შეურაცხყოფაზე იყო საუბარი, ან რაღაცაზე, რომელიც რამდენჯერმე შეიძლება აი იყოს. მოსულა რომ უთხრა რომ ეხლა ჩემი ქმარი მოვა და დედას გიტირე. არა, მაშინ ხო, არ ვიცი. არ ვიცი განუ. არა, მე მგონია რომ ადამიანი, რომელიც არის დამოუკიდებელი, არის ხო, იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ პასუხისმგებლობას საკუთარ ამ საქმიან ურთიერთობაზე და წარმართავს ამ საქმიან ურთიერთობას, ნებისმიერი გადახვევა, გადმოხვევა, გამწვავება, კრიზისი ამ ურთიერთობაში, მან ასევე საკუთარ თავზე უნდა აიღოს. თუმცა შესაძლებელია დაშვება გავაკეთოთ, რომ არსებობს ისეთი შემთხვევები, რომელსაც შენ უბრალოდ ვეღარ უმკლავდები და შესაძლებელია დავჭირდეს, თქვა, მაგრამ აი ესეთი სიმწვავის შემთხვევები მე არ ვიცი. მაგრამ თუ ვერ უმკლავდები ხო არ ჯობია ერთად გაეცალო და წამოხვიდე იქიდან. ხო, გააჩნია რამდენად ღირებული არის შენ თავში რწმენა თუ აქვს, ხო, შემთხვევას გააჩნია ყოველთვის მე მგონი რა. მაგრამ ამ ქართულ კორპორატიულ სივრცეში ძალიან მნიშვნელოვანია პირადი ურთიერთობები. სამწუხაროდ. ეს უნდა ვთქვათ, კოტე, ძალიან მნიშვნელოვანია და რატო? ხშირად პირადი ურთიერთობები განაპირობებს იმას, შენ კონკრეტულ პროექტზე ვისთან იმუშავებ და ვის მიანიჭებ უპირატესობას, როდესაც ხარ რაღაცის მმართველ პოზიციაზე რა. განსხვავებით ვთქვათ, აი იმ კომპანიისგან, სადაც მე მუშაობდი ბრიტანეთში და საერთოდ რომ აი ძირითადი განსხვავება რომ გამოვყოთ და ეს ნამდვილად არის, ეს ცუდი კი არ არის, არ მინდა რომ ქართული ფაქტორი დავარქვა, მაგრამ არის ესეთი ურთიერთობაზე დამყარებული საქმიანი, ვთქვათ, შედეგი, რომელიც დგება იმის ხარჯზე, რომ ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და შესაბამისად კარგად მუშაობთ ერთად. შესაძლებელია ვთქვათ, არ გქონდეს კარგი კარგი ურთიერთობა კი არა, ცუდი ურთიერთობა. უბრალოდ აი ესე განსაკუთრებით ურთიერთობა. არ გქონდეს და გქონდეს აი ძალიან მკაცრად საქმიანი ურთიერთობა. მე ან შეიძლება ცოტათი არ მომწონდეს კიდეც, მაგრამ ვიცოდე რომ მას აქვს სპეციფიური უნარი, რომელიც მე მჭირდება და ამაზე თავს ხუჭო. ასე ვთქვათ, task oriented, ანუ დავალებაზე, მიზანზე ორიენტირებული ურთიერთობა გვაქვს მე და განას. ვაკეთებთ ერთად საქმეს, ძალიან მაგრად ვაკეთებთ და ვიშლებით. ოკეი. ანუ აი ამ პირადულმა წამოიღო შემდეგი კითხვა და მაინტერესებს, არსებობენ ეს პროტეჟეს თემა ხო, კომუნისტური იმიდან მოდის პერიოდიდან, იცი რა, ის ჩემი ძმაკაცის შვილია ან ჩემი ძმაკაცის ის არის, რა ქვია, ცოლია ან ჩემი ძმაკაცის ვიღაცაა და მიდი რა ძალიან მე გეტყვი რა, მე გეტყვი პროსტა შემინია რო ვარ და ეხა გეტყვი რა. როდესაც მე უამრავი ტიპები მინახია მე თანამდებობებზე არავის არ მინდა შორტყო მივაყენო არც დაკონკრეტება არ მინდა მაგრამ აი პირი ჩამყბამ დამჭაღია იმიტომ რომ ვიღაცა არის რაღაცა იმის მარკეტინგის მენეჯერი და რო კითხო მარკეტინგი რა არის ვერ აგიხსნის ჩემზე მე უკეთესად ავხსნი და ამ დროს არის ტიპი რაღაც ან ეს პიარის რაღაცა მენეჯერი რაღაც მთელი იმის რა ქვია რატო რა აი ეს რა არის ეს ხო სუფთა ქართული მგონია მე არ მგონია სხვა გახდება საბჭოთა ბოდიში მე არ ვიცი ახლა საზღვარგარეთ როგორ არის იმიტომ რომ არ მაქვს გამოცდილება სოფოსგან განსხვავებით მაგრამ საქართველოში მე მაინც მგონია რომ ხო ეგ რაღაცა როგორც რაღაც ტრადიციები გვაქვს ეგეც ისე მოგვდევს მაგრამ ეს ამას მიყავხარ იმ პრობლემამდე მარტივად ხო კრახისკენ იმიტომ რომ რეალურად ძალიან ბევრი ადამიანი არა სწორ პოზიციაზე მუშაობს ხვდები რისი თქმა მინდა ანუ შეიძლება ძალიან კაი უნარები აქვს პროფესიული, მაგრამ არასწორ ადგილას მუშაობს, იმიტომ რომ პროტეჟეობით თუ არ ვიცი რითი იქ მოხდა და ეს ქმნის ძალიან ბევრ შიდა სტრუქტურაში, კორპორატიულ კომპანიაში თითო კორპორატიულ პრობლემებს ქმნის თანამშრომლებს შორის და უფრო მარტივად ანუ მე კი შეიძლება საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოჩნდე და შეგაშველონ დაუშვათ ზარი შეიძლება შეგაშველონ თუ შენი საქმის პროფესიონალი ხარ მხოლოდ მაგ შემთხვევაში ხა ჩემ სფეროში ნაკლებად შეიძლება ეგეთ რამე აიჟე სფეროში ხდება სამწუხაროდ მაგრამ ნუ როგორ ხა უნიჭოზე აი არ შეიძლება რა ხა არ მინდა ჩემ სფეროზე ლაპარაკი სხვა სფეროზე გადავიდეთ რა არის ეს გამაგებინეთ რა ხდება ეს კი ეს არის ნეპოტიზმის თემას შევეხეთ ახლა და ძალიან
ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, პრობლემატური თემა არის ნამდვილად გეთანხმები, თუმცა მე მგონია რომ ეს უფრო და უფრო ნაკლებად არის საბაზრო ეკონომიკის განვითარებასთან ერთად მე ძალიან ღრმად მწამს რომ მოგებაზე ორიენტირებულ კომპანია ანუ მოდი კერძო სექტორზე ვისაუბროთ რა კერძო სექტორში როდესაც შენ ხარ ფლობელი ხარ აღმასრულებელი დირექტორი ნუ ყოველ შემთხვევაში შენი პასუხისმგებლობის სფეროა კომპანია რა შედეგს და რა მოგებას მოიტანს და გირეკავენ და გთხოვენ რომ საკვანძო ძალიან სტრატეგიულ პოზიციაზე დანიშნო მეგობარი ცოლი და არ ნებისმიერი პირადი ნიშნით შერჩეული კანდიდატი და შენ აქ გჭირდება ადამიანი რომელიც უბრალოდ ციდან ვარსკვლავებს ჩამოგიტანს ხო შენ ამას არ გააკეთებ რა იმიტომ რომ ხარ კარგი მმართველი იმიტომ რომ შენ ზარალდები შენი ფინანსები ზარალდება ნამდვილად ამით რა და ამიტომ მგონია რომ აი ეს ტენდენცია გვაქვს არ ვდავებთ, მაგრამ მგონია რომ ბევრად უფრო შემცირდება და ბევრად უფრო დანიშნეს მართულ პოზიციაზე ტიპები ოჯახებით მოდიან. ცოლები მოყავს, შვილები მოყავს, დედები მოყავს, მეგობრები მოყავს და შენდებიან, გაიგე არა ეს კიდე ერთ-ერთი პრობლემა რაც ჩემ მეგობრებში უფრო უმცროს თაობაში სხვათა შორის გამიგია რომ აი რაღაცა ვაკანსია გამოცხადდა, ვიღაცამ დაიწყო მუშაობა და პოტენციურ მის კონკურენტებს უთქვამთ მე გამიგონია რომ აი არ გაგვიგია საიდან გაიგე? ანუ შიდა შერჩევა რომ მიდის ხოლმე ეს იწვევს ამ დიდ გაღიზიანებას. კი, შესაძლებელია, მაგრამ იცი რა არის, ისევ და ისევ დამსაქმებლის პერსპექტივიდან რომელსაც არ აქვს ვალდებულება რომ გაასაჯაროოს აბსოლუტურად ყველა პოზიცია, ხო? კერძო სექტორზე ვისაუბრეთ. საჯარო სექტორში ეს ვალდებულება არის კანონით, რომ უნდა კონკურსი გამოცხადდეს და კონკურსის საფუძველზე შეირჩეს თანამშრომელი. მაგრამ აი კოტემ რაც ხო თუ პროფესიონალი ხარ, აი ეს პროფესიული ქსელები, ნეტვორკები, ასე ვთქვათ, ხო? როგორც საქართველოში, ანუ ასევე საზღვარგარეთ ეს ძალიან ძლიერი მექანიზმია დასაქმების. შესაძლებელიაო შეგაშველონო რეკომენდაცია გაგიწიოს. რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად მოსულა. ეს აპრობირებულია კიდევ, ხო, როცა შენი საქმის პროფესიონალი. იცი რა მაინტერესებს და ყოველთვის მაინტერესებს. აი CV-ში, აი ნუ ეგ ძალიან გამოუცდელ ახალ პოტენციურ დასასაქმებლებზე მაქვს საუბარი. აი რა უფრო ჯობია, როდესაც გიწერია რომ ბევრ სხვადასხვა პოზიციებზე გიმუშავია წარმატებულად თუ აი რა უფრო პასიულია ხანგრძლივი მუშაობა ერთ ადგილას თუ აი ეს გადასვლა გადმოსვლა მაგრამ წამყვან პოზიციებზე ანუ პოტენციური იმით რომ მიდიხარ სულ ზრდით ანუ იდეალური რეზიუმე არის ზრდადი და არ არის ეკლექტური. ანუ არ დახტის სექტორიდან სექტორში, ანუ რა თქმა უნდა, მაგრამ ესე ხო არ ხდება, ჩვენ ხო იდეალურ გარემოში არ ვცხოვრობთ და იდეალურად ორგანიზებული ხო არ არის ეს შრომითი ბაზარი არა? შესაბამისად, ხა რეალობას ასახავს, ნუ მოდი ვთქვათ, რომ ესეც არ არის პრობლემა. ბაზარი კარნახობს რაღაცას ხოლმე? იცი რა არის ხა რაღაცა უწყინარი პატარა ესეთი ფორმულირებაში შესაძლებელია წინადადების რაღაცა მაგრამ აუცილებლად მინდა ურჩიო რომ ამ ჩვენ მაყურებლებს რომ არ უნდა მოიტყუონ მიღმა ყველა კომპანიაში ერთ იგივე CV მე მგონი ანუ შეიძლება რომ გააჩნია რა ვაკანსიაზე აგზავნი. ერთი რჩევა ხო, უნდა მოვარგო შეიძლება. აი ერთი რჩევა მაქვს ძალიან მოკლე რა. უნდა თქვა, იმიტომ რომ დაგვრჩა რაღაც წამები თუ წუთები ვარ. აი ხა CV რო ახსენე და ეს გამოსილება, ანუ რეზუმესავით რაღაცა დადე. არა, ძალიან მოკლე და ეფექტური რჩევა მაქვს. CV-ს წინ წანამძღვარი, ასე ვთქვათ, რომ მქონდეს ერთი აბზაცი, რამოდენიმე წინადადება, სადაც თქვენ რეზიუმეს გაუკეთებთ თქვენ გამოცდილებას და თქვენ ძლიერ მხარეებს წარმოაჩენთ, აი ეს რამოდენიმე წინადადება, ვთქვათ. არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძირითადი მესიჯი რა, ანუ რა არის მესიჯი? აი ეს ძირითადი მესიჯი, რომ ვთქვათ რა არის ძლიერი მხარე. აი ეს რეზიუმე ამ გამოცდილების, რომელსაც შემდეგ ყვებით ქრონოლოგიურად CV-ში. ეს ეფექტურია. მე მომწონს ხოლმე, როდესაც ესეც CV-ს ვკითხულობ, სადაც არის ერთი აბზაცი. აი ეს კარგი კულტურა. და ასევე ფოტოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, როგორი აუცილებლად CV-ში self-shot-ი არ უნდა ჩასვათ და რაღაცა ისეთი სექსუალური თქვენი უნარები არ უნდა გამოხატოთ. არა, მართლა, იმიტომ რომ ბევრ CV მინახია საოცარი ფოტოები. სამზარეულოში კალო.
ჩვენ გემშვიდობებით სხვა რაღა დაგვრჩენია, იმიტომ რომ ამოიწურა და მე მგონი გავცდით. სამზარეულო ხალოს გარეშე. მოსაუბრეები იყვნენ, ვიყავით, ეხლა თქვენ ხართ ჩემი სტუმრები, ჩემი გადაცემის, ანუ რეალურად შენ იყავ, მაგრამ მე ესე მომეჩვენე, იმიტომ რომ ძალიან შეხმატკილებულად ძალიან ბევრი საინტერესო რამ გითხრეს. დიდი მადლობა სოფიას, ჩვენი სტუმრობის. დაუბრუნოთ თავის პატარა ნუცის. დაუბრუნოთ თავის პატარა ნუცის, ჩვენ კი გემშვიდობებით. წარმატებები უსურვოთ ყველას მომავალ კი, გასაუბრებლად. ნამდვილად. აბა თქვენიც. დროებით. ყველამდე. I'm on top of the world.